თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაუდებელი ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ამ სახელწოდების პროექტის წარდგინება სასტუმრო როდისონში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში შემუშავდება სპეციალური საბარათი სისტემა, რომლის მეშვეობით ბენეფიციარები შეძლებენ საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მედიკამენტების შეძენას. ასევე მოეწყობა ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრები, სადაც პროფესიონალი ფსიქოლოგები სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სხვადასხვა აქტივობებში ჩართავენ. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით აღნიშნული პროექტი დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოსოციალურ დახმარებასა და პირველადი საჭიროებებით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. პროგრამა ევროკავშირის, დანიის წითელი ჯვრისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით ხორციელდება. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი როლიდან გამომდინარე კვლავ აგრძელებს 13 ივნის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. ჩვენ უკვე განახორციელეთ ერთი პროექტი ამ წყალდიდობით დაზარალებულთათვის პირველად საჭიროების ნივთების გადაცემისა და ყველა დაზარალებულს გადაეცა პირველად საჭიროების ნივთები. ეს არის უკვე მეორე პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის მხარდაჭერით და პროექტის მიზანს წარმოადგენს კვლავაც გავაგრძელოთ აი ამ წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარება. ონლაინ პროცესებში და თელემერიის სახელით შემიძლია თქვა, რომ ეს ორგანიზაცია ჩვენ ძალიან გავიჭირდებოდა გარკვეული გამოწვევების გადალახვა, ასევე კვლავ აგრძელებს იმ მხარდაჭერას დაზარალებულთათვის, იმ ასე ვთქვათ, ნატრიუმ მხარდაჭერას და იმ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, რომელსაც აგრძელებს დღეს წარმოადგენს პროექტი, რომელიც იქნება 6 თვიანი პროექტი და რომელიც ხელს შეუწყობს დაზარალებულების რეაბილიტაციას.